ბოდროის ერთ-ერთი რეზონანსული საქმის კიდევ უფრო მეტად შემზარავ დეტალებზე დღეს საქმის პროკურორმა სწორედ სხდომათა დარბაზში ისაუბრა. საქმის პროკურორი ამბობს, რომ ქალი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში ედავებიან, შვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღები ამოიღეს. ესენია დანა და მაკრატელი, რომელიც ქალს, რომელმაც შვილის სასიკვდილო გაიმეტა, ორივე დანაშაულის იარაღი ხელში ეკავა. საქმის პროკურორი დღეს სხდომათა დარბაზში ამტკიცებდა, რომ ქალი სწორედ იმ გარემოებამ გააღიზიანა, რომ 7 წლის შვილმა ბებიას უამბო, რომ დედამ რამდენიმე მედიკამენტი ერთდროულად მიიღო და სწორედ ამაზე გაბრაზებულმა ქალმა შვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. როგორც პროკურორი ამბობს, სავარაუდოდ მეზობლებმა დარეკეს დახმარების მიზნით ერთ-ერთი ორში, თუმცა მედიკოსებმა 7 წლის მოზარდის გადარჩენა ვერ მოახერხეს, რადგან დაზიანებები, რომელიც დედამ 7 წლის მოზარდს მიაყენა, იყო მძიმე, რის გამოც მედიკოსებმა ვერ შეძლეს მოზარდის გადარჩენა. დღეს ქალს, რომელიც განსასჯელის სკამზე იჯდა, დუმილი არ დაურღვევია, მას ფაქტობრივად დღეს მოსამართლისთვის არაფერი ურთქვამს, არც ის ნანობს თუ არა ის ჩადენილ დანაშაულს. ბრალდების მხარემ დღეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, არგუმენტები, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმობებზე მოქმედების და მიმავლის მომეტებული საფრთხეები, ამიტომაც ბრალდებულ ქალს შეუფარდა პატიმრობა. ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში შესახდება, თუმცა კონკრეტული ფსიქიატრული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დროებით გადაიყვანენ მას ფსიქიატრულ დაწესებულებაში. მოქმედება ერთიანი იყო. ერთი ფაქტი მოხდა, სხვა დეტალებთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილია როგორც მოწმეთა გამოკითხვის საქმეები, ასევე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოღებულია სხვადასხვა ბაზრი იარაღები. ერთ-ერთი ორში ვერ დარეკა. უგებთ ინფორმაცია. ზარი სხვადასხვა საკითხებთან არის ამ სისხლის სამართლის საქმეში განხორციელებული, ამასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფართო საზოგადოებას მოგვიანებით მივაწვით ინფორმაცია. შვილის მკვლელობისთვის ბრალდებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს. დღევანდელ პროცესზე ცნობილი გახდა, რომ ქალმა, რომელმაც 7 წლის შვილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, ეს ქმედება დედის სიდედრისა და 2 მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ჩაიდინა და ამ ქმედების შემდგომ მან რამდენიმე საათში თვითდაზიანებები მიიყენა. სახელმწიფო ბრალდებამ და დაცვის მხარემ დღეს რაიონული სასამართლოს, სწორედ საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს რამდენიმე შუამდგომლობით მიმართეს. ერთ-ერთი მთავარი შუამდგომლობა, რაზეც დღეს ისაუბრა ბრალდებისა და დაცვის მხარეს, იყო ის, რომ იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე პატიმრობას გამოიყენებდა ქალის მისამართის, მას მსჯავრი დროებით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოეხადა, რადგან დაკავების პირველივე წუთიდან მას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და შესაბამისად მხარეებმა და სამედიცინო პერსონალმა გადაწყვიტეს, რომ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მან მსჯავრი სწორედ პენიტენციური დაწესებულების ნაცვლად სამედიცინო დაწესებულებაში უნდა მოიხადოს. შუამდგომლობით მიმართა დაცვის მხარემაც მოსამართლეს, რომ გირაოს თანხის საფუძველზე დაეტოვებინა შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ ქალს საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ქალს რამდენიმე წუთში უკვე რაიონული სასამართლოდან იმ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც ის 2 თვის განმავლობაში იქნება მოთავსებული. აღნიშნულ საქმეში საკმაოდ ძალიან მცირე ინფორმაცია არის წარმოდგენილი მტკიცებულებების სახით, რომელიც ასევე გარკვეულ ეჭვს ქმნის კიდევ რა თქმა უნდა და აღნიშნულს რა თქმა უნდა უკვე გამოვიკლოთ საქმის არსებითი განხილვის დროს და რა თქმა უნდა მეც შევეცდები რომ მოვიპოვო აღნიშნულ საქმეზე მტკიცებულებები ასევე კიდევ რაც დასაცავი პირს გაამართლებს. რა თქმა უნდა სასამართლოში ასევე დაყენებული იქნა შუამდგომლობა დასაცავი პირის ფსიქიატრულ ექსპერტიზაზე მოთავსებაზე, რაზეც დაცვის მხარე დავეთანხმეთ ასევე და ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულიც. მოკლედ დაველოდოთ გამოძიებას ჯერ კიდევ თუ რა მტკიცებულებების მოპოვებას შეძლებენ და ასევე ფსიქიატრული ექსპერტიზის დასკვნასაც, რომელიც ასევე წარმოდგენილი იქნება მოგვიანებით. განზრახ მკვლელობა, რომელიც ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში. სწორედ ამ კვალიფიკაციით დაიწყო სახელმწიფო ბრალდებამ დედის წინააღმდეგ გამოძიება. იმ შემთხვევაში თუ ქალს ბრალდება დაუდასტურდება, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.